დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, უკვე გადაწყდა უკრაინის ბედი და აქ საქართველოს საკითხი დგას. და ეს ოფიციალური განცხადება, რომელიც დღეს ხაზაროვამ გააკეთა, არ არის უბრალოდ განცხადება. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ეხა იმალება, სოროში იმალება, რომლებიც თავს არ ყოფენ, ხალხს კი არა, ნაცნობებს კი არა, კაცის შვილს არ ესაუბრება, რომლებიც არიან მხოლოდ ხარკის ამკრეფები, რომლებიც მხოლოდ ხარკს კრეფენ საქართველოს მოსახლეობისაგან ჯარიმებით, გაზრდილი გადასახადებით, საკვებზე გაზრდილი ფასებით და ასე შემდეგ. რომლებიც არიან უბრალოდ ამ ქვეყნის მტრები, იმალებიან სოროში. და მაშინ, როდესაც წლების წინ ლავროვმა იგივე განცხადება გააკეთა და ასევე მოხდა ტერიტორიების მიერთება, მაგ პერიოდშიც კი ხმა არ ამოუღია და ერთადერთი, რომელიც საჯაროდ გამოვიდა და ლავროვს პასუხი გასცა, ეს მე ვიყავი და აგერ შეგიძლიათ ნახოთ. მინდა გამოეხმაურო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ საქართველოს შევა ნატოში, რუსეთი განახორციელებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებებსა და სანქციებს. ჩვენ ამ განცხადებას აღვიქვავთ როგორც თავისუფლების, ასე ვთქვათ, თავისუფლებისა და თავისუფალი არჩევანის ხელყოფას. მინდა მიმართო ქართულ მხარეს, რომ ამასთან დაკავშირებით გააკეთოს შესაბამისი განცხადებები